ვარ გაბრიელ ლაბურჩიძე 11 წლის. ვსწავლობ უცხო ენების უმაღლეს სკოლა ნინოში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. დაახლოებით 9 წელი თამაშობდი საფეხბურთო კლუბში ზეკარში და დროებით გამოვედი. შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შევიდე. ახლა ხშირად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად სტადიონზე ან ეზოში. ყველაზე მეტად თავდასხმაში მიყვარს თამაში, ასევე მარცხენა შეტევაში, რადგან უფრო მიადვილდება მარჯვენა ფეხით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდინიო, რადგან ძალიან ტექნიკურია. რაც შეეხება გუნდს, ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა, რადგან ძალიან ბევრი ვარსკვლავი ყავდა. ასევე ჩემი საყვარელი ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად მესი, რონალდინიო, ბუსკეტსი და ასე შემდეგ. მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემს კარიერაში მაქვს დაახლოებით 200-მდე გოლი გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მაშინ თამაშობდი ზეკარში, დამინიშნეს ჯარიმა, დავარტყი ძლიერად და გოლი გავიტანა და მეკარეც გადახტა, მაგრამ ვერ მოიგერია. ისეთი მომენტებიც მქონია, უეჭველი უნდა გამეტანა, მაგრამ ვერ გავიტანე. ცარიელი კარი იყო ეს დავარტყი და მეკარე უცებ შევარდა და მოხსნა. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, დავარტყი და დაცვამ რომ გამოიტანა ფეხით ეს ამოვარტყა. სახში მაქვს ჩემი ზეკარის გუნდის ფორმა, ნომერი მაქვს 14. ჩემი ფორმა არის ცისფერი. მე მინდა მქონდეს იასამნისფერიანი და ვარდისფერიანი ფორმა. უკან და მეწეროს 14 და გვარი ლაბურჩიძე. საქართველოს ნაკრებშიც 14 ნომრით ვითამაშებ. მე რომ ეხლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო თბილისში. გადავიდოდი მანჩესტერ სიტიში, გავაგრძელებდი მანჩესტერ იუნაიტედში, ბარსელონაში და მილანით დავასრულებდი კარიერას. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ერთი წელი დავდიოდი ხატვაზე, მაგრამ დიდად არ მისწავლია, მაგრამ ცოტა რაღაც საღებავებით ხატვა და ისინი ვისწავლე. უფრო ჩემით ვისწავლე, ვიდრე ხატვაზე დავდიოდი. ამაში დამეხმარა ჩემი მეგობარი ზუკა ორთოიძე, რადგან მან ძალიან კარგად იცვის ხატვის ნიჭი აქვს და მეც მასწავლა ზოგიერთი დეტალები, როგორ დავხატო სხვადასხვა ნივთები. ყველაზე ხშირად ვხატავ სხვადასხვა ფეხბურთელს. ასევე მიყვარს პეიზაჟების ხატვა. ხატვაში ყველაზე რთული არის პორტრეტის დახატვა და ყველაზე ადვილი არის მთების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის წითელი. ახლა მაქვს 50-მდე ნახატი და ჩემს ნახატებს ვნახავ. იმიტომ ვაგროვებ, რომ მე რომ დიდი გავიზრდები, დავათვალიერო ჩემი ბავშვობის ნახატები და გავითვალისწინო რა მაქვს ცუდად დახატული. რამდენჯერმე მე და ჩემმა მეგობრებმა გავყიდეთ ნახატები. თითოს ფასი დაახლოებით იყო 3 ლარი. ფული როცა მაქვს, ხარჯავ ან ტკბილეულობაში, ან ყულაბაში ვინახავ. ყველაზე ბევრი ფული მქონია 200 ლარი. ერთხელ ეს ფული დავაგროვე ყულაბაში. ეს ფული დავხარჯე, როცა ვიყავი დასასვენებლად ზღვაზე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდიდი დიდ სახლს და ასევე დავეხმარებოდი ღარიბ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს. ჩემი ოცნების სახლი წარმომადგენია 2 სართულიანი თეთრი სახლი, მარჯვნივ არის სტადიონი, მარცხნივ არის სხვადასხვა ცხოველები, რომ ჩემს შვილებს შეეძლოთ დათვალიერება, ასევე არის სხვადასხვა აუზი დიდი და სხვადასხვა გასართობი რამეები. ამ ეტაპზე შეყვარებული იმიტომ არ ვყავს, რომ ჩემი შესაფერში არ შევხვედრია. ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის, სანდროს, მარიამს და ლიზის. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. ჩემს ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნე დედას. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნე. ამიტომაც მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვოს ბაბუას ყოველთვის მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა ესეთი პლანეტა, რომელშიც ჩაქუჩით და ლურსმით უნდა გაგეთხარა, რომ გეპოვა სხვადასხვა ოქროები. ოქროები ძალიან მიყვარს და დიდ რო გავიზრდები, უნდა შევაგრო. ძალიან ძვირფასი და ლამაზი ნივთიერება. წელს თოვოს ბაბა მინდა მომიტანოს უცებ. ჩემი აზრით თოვოს ბაბა არის 70 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის სოსო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ თბილი გარემო არის და კარგი მეგობრები და მასწავლებლები მყავს. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარული არის სალი ბლიაძე. ყველაზე ცელქია დემეტრე ხუმარაშვილი. ყველაზე ჭკვიანი არის ზუკა ორთოიძე. ყველაზე მშვიდი არის მარიამ ქოჩურაშვილი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამუნა ქოხიშვილი, რადგან ეს ძალიან თბილია, ბევრს არ ყვირის და ძალიან კეთილია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბიზნესმენი, რადგან მათემატიკა ძალიან მიადვილდება და ფულის დათვალში დამეხმარება.
ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყო მშენებელი, რადგან ძალიან ბევრ აქტივობას მოითხოვს. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან დამოუკიდებელი გავხდები და იმიტომ კი არ მინდა რომ რასაც მინდა გავაკეთებ, რადგან სამსახური დავიწყო და ჩავაბარო უნივერსიტეტი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებო და ჩემი ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა, რადგან სამნი ერთად ვიქნებოდით და ეზოში უფრო დიდხანს გავერთობოდით. ჩემი ძმა არის 8 წლის და ჰქვია ლუკა. ის არის ტყვიანი, ცოტა მაბრაზებს, ცელქი და ძალიან გულთბილია. ჩემი აზრით, ლუკა რომ გაიზრდება, გამოვა მშენებელი. მამა არის ძლიერი და არ არსებობს ისეთი საქმე, რომ მან ვერ გააკეთოს. კიდევ არის უშიშარი, ძალიან მხიარული და ძალიან ვაჟკაცი. დედა არის ძალიან ლამაზი, შრომელი, გულთბილი და კეთილი. ბებო არის ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა. ბებიაც და დედაც არიან ძალიან კარგი დიასახლისები. მიყვარს ბებოს გაკეთებული იმერული ხაჭაპური და დედას გაკეთებული წვნიანები. ბებიებში გამმართლა, რადგან ორივე ძალიან გემრიელ ხაჭაპურს აწყობენ. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სენდვიჩებს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ავგუსტი. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის რიჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი საჭმელების პრინტერს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში, ასევე იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე ვისურვებდი რომ მქონდეს დროის მართვის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. ბედნიერება არის კარგი მეგობრების ყოლა და ოჯახთან ერთად მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.